გუშინ 25 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ქალაქ გროზნოსკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან ავარიული დაშვების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 მგზავრი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ზოგიერთი თეორიის თანახმად თვითმფრინავი რუსეთის ან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ მთავრობამ მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არსებობს სხვადასხვა თეორია, მაგრამ იმაჩნია, რომ მათი განხილვა ნაადრევია. ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ბუნებრივია, აზერბაიჯანის საზოგადოება რეგულარულად იქნება ინფორმირებული როგორც კომისიის მუშაობის შედეგების, ისე საქმის მიმდინარეობის შესახებ. 29 მგზავრი ავიაკატასტროფის შედეგად სასწაულებრივად გადარჩა. დაზიანებების გამო ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, ისინი ზრუნავენ დაღუპულთა ოჯახებზეც. ბორტზე მყოფ მგზავრთა ოჯახებისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი და ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია. ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ ყოველ მგზავრსა და მათი ოჯახის წევრებს, განურჩევლად ეროვნებისა. ბაქოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოძიება ყაზახეთის პროკურატურასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის ყოველ დეტალს შეისწავლიან და ექსპერტიზასაც ჩაატარებენ.